ტრიქინელოზი ქვეყანაში ახალი დაავადება დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი დაუდგენელი წარმომავლობის ხორცით დაავადდა. მედიკოსები მოსახლეობას ხორც პროდუქტების შეძენას მხოლოდ სანდო და სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში ურჩევენ. გურჯაანის ბაზრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სარეალიზაციოდ გამზადებული ხორცი ლაბორატორიულად შემოწმებულია და ნებისმიერი დაავადების გავრცელება პრაქტიკულად გამორიცხულია. ჩვენი მომხმარებლები, რა თქმა უნდა, დაცულები არიან. იმიტომ რომ ჩვენთან შეუმოწმებელი ხორცი არ შემოდის. ბოინში იკვლება საქონელი, ბოინში გასცემთ ცნობას და მოდის საქონელი დაკლული მერე ბაზარში სარეალიზაციოდ. ისე რომ არ გქონია ჩვენი შემთხვევები. და თუ რამე მოხდება, ცნობას ვინც გასცემს პასუხისმგებელიც ის არის. ბაზარში არ მოწმდება, ჩვენ ვეტექიმი არ აქვს. და ამდენად პასუხისმგებელიც ის არის, ვინც კლავს ცნობას გასცემს. ანუ ძველი ხორცი და ასე ვთქვათ, დაავადებული ხორცი გამორიცხულია ბაზარში. რა თქმა უნდა, ისინი არ გამოუშვებენ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ ეს უკვე დანაშაული. ჩვენი ხორცი იკვლევა ბოინში, გურჯაანის ბოინში. და მოწდება იქ ხორცი და ყველანაირად დაცულია მოსახლეობა, რომ უსაფრთხოდ რა ვიცი, ჩემ ღორებს კლავ, ჩემი ოჯახის ღორებს. ანუ დაავადებული ხორცი ბაზარში ვერ. არა, ვერ მოხდება, ვერანაირად, რანაირად. დაავადება რო შეხვდეს, თელი უწუდავი უპები და თელი ღორებს დამეყუება.